სამწუხაროა რომ ამ ქვეყანაში არ გვეღირსა ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ერთხელ მაინც ექნება პაციენტის სასტუმროთან ღამე გათენებული. ერთხელ მაინც უგზნია პაციენტის კიბირი. ადამიანს რომელსაც არ აქვს განცდილი, როგორ ეღუპება პაციენტი. ადამიანს რომელსაც არ უბრძოლია პაციენტის სიცოცხლისთვის, ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი თანამოხარაკის ჯანმრთელობის ბედს. გამორიცხულია ეს ყველაფერი. ამ ქვეყანას სჭირდება, ამ ქვეყანას ყავს ღირსეული ექიმები და ამ ქვეყანას ყავს ძალიან მაგარი ექიმები და მე მას მინდა მივმართო. შემოწმინო კოლეგებო, რატომ ვიმხართ? თქვენი შვილი რო იყოს რასიზმს. დაეცი დამკითხოს პასუხი. მინისტრი უნდა გახდეთ დამკითხოს პასუხი. სიტყვილია რომ დღეს ბავშვები დამტკიცებულ მაგარ ახალ წამალს ითხოვენ გადასარჩენად. ჩვენ არ ვიგონებთ რაღაც ჰაერიდან მოსულ სიტყვებს და არ ვიგონებთ რაღაც ჰაერიდან მოსულ მედიკამენტს. გამოცდილი დამტკიცებული მედიკამენტი შველის ებრძვის ამ დაავადებასთან რატომ არ უნდა შემოვიდანოთ ჩვენ? ერთი მაინც მიზეზი მითხრა საქმელათან რატომ არ უნდა შემოვიდეს ეს მედიკამენტი ჩვენთან? მშობლების თანხმობით გავაკეთოთ ეს ყველაფერი და მშობლებს და ბავშვებს ჩავხედოთ თვალებში და უთხრათ რომ თქვენთვის შემოგვაქვს წამალი თქვენს გადასარჩენად. ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე. რომელიმე ექიმმა, რომელიმე მთავრობის წარმომადგენელმა მოვიდა ამ ბავშვებთან და უთხრა ჩვენ შეიძლება ვერ გადაგარჩინოთ, მაგრამ ჩვენ თქვენთან ვართ. თქვენთან ერთად ვიბრძვით ბოლომდე. იყო ესეთი ფაქტი? ამას ვიტყობ, ხალხო ჩვენ. ამას ვიტყობ ამ მშობლებისთვის მე. მე ემერჯენსის ექიმი ვარ, ყოველდღიურად ვებრძვის სიკვდილს. ყოველდღიურად ვნახულობ სიკვდილს და ვიბრძვის სიცოცხლისთვის, მაგრამ ესეთი უბრძოლელი ბრძოლა? ესეთი უბრძოლელი ბრძოლა არ მინახია. როგორ შეიძლება ქართველი კაცი გამოგიერა და ამკიცებდა რომ რაღაც სისულელეებს და მშობლებს ჯინაში უჯდებოდნენ.